მოკლედ ამჟამად ხმისთვის ბოდიშ გიხდით იქიდან გამდინარე რომ მიკროფონი ამჟამად აქ არ მაქვს. ასე რომ ეს არის ძირითადად საინფორმაციო ვიდეო და საინფორმაციო სახის ვიდეო ბევრ რაღაცას მოგეთ. პირდაპირ გადავიდეთ თავარ თემაზე. აფხაზეთის ვლოგზე, რომელსაც ბევრი ელოდებოდა. საქმე იმაშია რომ უკვე მოკლედ ეს პერიოდი არ მეცალა. დაჩეხებ აფხაზეთის ვლოგს, დამატებით რაღაცები გავარკვიე, საბოლოოდ ყველაფერი მოგვარებულია, საბუთების მოგვარებულია, გადასვლის პრობლემა არ იქნება, იქ დასარჩენი მოგვარებულია, მარტო რჩება ორი პრობლემა. ერთი პრობლემა არის, რა ქვია, ეგრეთ წოდებული გადაღება, ანუ საქმე იმაშია, რომ ტელეფონით გადაღება მომიწევს, იქიდან გამომდინარე, რომ გადაასაღებ საშუალება ვერ გადამაქვს რა საზღვარზე. ანუ მაგისთვის საჭიროა მწვანე პასპორტი, რომელიც აქვთ მარტო აფხაზებს. და დამატებით მძღოლი მჭირდება იქ, რომელსაც აქვს მწვანე პასპორტი რა, აი მწვანე პასპორტი კი არა და პრავა ქართულად როგორია, მართვის მოწმობა, ხო, მწვანე მართვის მოწმობა რაღაც აფხაზეთში და საქართველოს მართვის მოწმობა იქ არ იმუშავებს რა, ასე ვთქვათ, იქ ქრთამის გადახდა მოგიწევს და გაგაჩერებენ და მთელი ისინია. და მაგიტო იქაური მძღოლი მჭირდებოდა. ეგ ამბავიც გვარდება, თლად ბოლომდე ისე ვერა, როგორც მე მინდოდა, მაგრამ ფლამბაში ეგ პრობლემა არაა. დასარჩენი მოგვარებულია. იქ ხალხის ამდენ მოგვარებულია ნათესავები მყავს აფხაზეთში, ისინი მაგ ამბავს მოგვარებენ. უბრალოდ ქართულად საუბარი არ შეგვეძლება, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულად იქ რო დაველაპარაკოთ, პოლიცია გაგვაჩერებს აუცილებლად და შეიძლება დაკითხვაზე წაგვიყვანონ, არ ვიცი, მაგრამ ანუ ქართულად საუბარი მოკლედ იქ როგორ ვთქვა, სიძულვილის ამბავია რა, ამას მოკლედ უკვე ყველაფერი გავარკვიე და როგორც ვიცი, ეგ არის ერთადერთი ეგეთი პრობლემა, რომ იქ ვერ ვილაპარაკებთ ქართულად. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ვიცი, აქცენტი მე მაინც მაქვს ქართული აქცენტი, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული რუსებთან საუბრით არ მისწავლია რა, ანუ რუსულ ენაში სასაუბრო პრაქტიკა მაქვს ძალიან ცოტა, ანუ ხშირად არ ვსაუბრობ რუსულად, თუმცა ენა ვიცი. აქედან გამომდინარე, იქაც რუსულად ვილაპარაკებ, მაგრამ როგორ ვთქვა, ვლოგში მაქსიმალურად ვეცდები, რომ ქართულად ვილაპარაკო და რაც შეეხება გადაღებას და მიკროფონს, ვერ მოვახერხებ უბრალოდ მაგ ამბავს რა. იქაურებს დაველაპარაკე. რომ მეთქი იქნებ გადასაღება, ანუ კამერა და მიკროფონი მან დრო დამხვდეს თქო რა რაღაცნაირად, მაგრამ იქ ეგ აპარატურა არა რაც მე მჭირდება. და აქედან ეგ აპარატურა ფიზიკურად ვერ გადამაქვს. ისე დალაგდა, რომ აქედან აპარატურას ვერ გადავიტან. აქედან გამომდინარე, იქ გადაღება ტელეფონით მომიწევს. სხვა გზა არა. ანუ ეს ერთი პრობლემა არის რა. მეორე პრობლემაც არსებობს. მეორე პრობლემა უკვე არის, რომ იქ ქართულად ვერ ვილაპარაკებ. ეს კიდე პრობლემა თან ძალიან დიდი, მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვაპირებ სიარულს ქუჩებში, უნდა ვიარო ნათესავთან ერთად, იქაური ნათესავთან ერთად ვიარო, რომელიც აფხაზურადაც და რუსულადაც იდეალურად საუბრობს. იმას ეხლა ცოტა ქართულის პრობლემა აქვს, მაგრამ ეხლა ეგ არ ვშოს რა, პრაქტიკა ჭირდება, მაგას მოვაგვარებთ. თავარი ისა, რომ მიუხედავად იმისა, მარტო არ უნდა ვიარო, ქართულად საუბარი ქუჩაშიც მაინც რთულია რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რუსები არიან ძირითადად იქ. კი ვიღაცებს მოსწონთ ქართულად საუბარი ძველ ქართველებს, მაგრამ იქ ისეთი რეჟიმია, რომ ძალიან ბევრს ეშინია ამის. და ასე ვთქვათ, ვერ ილაპარაკებენ მაგ საკითხზე რა, უკვე ყველაფერში გარკვეულია, რომ იქაურებს თუნდაც ქართველები იყვნენ, ბევრს ვერ დაველაპარაკებთ და მით უმეტეს მაგის გადაღებას უფლებას იქ არავინ არ მოგცემს რა. და მოკლედ ძალიან რთული რაღაცების გადატანა მომიწევს და სავარაუდოდ მომიწევს, რომ საიდუმლოდ ჩავწერო ვიღაცები, რაც ასევე დიდი პრობლემაა. და ამიტომ ვფიქრობ, რაღაც დამალული კამერა და მოსასმენი ხوار გადავიტანო. დამალული კამერა, ანუ გულისხმობ, აი ქუდში რო კამერებია, ქუდის კამერები, ან ყელსაბამი კამერები, სათვალე შეიძლება გადავიტანო, კამერიანი სათვალე. მოკლედ რაღაც დაფარული იმით მომიწევს გადატანა რა, თორე ესე პირდაპირ აპარატურა, შტატივს და განათებას იქ არ გადამატანინებენ რა. მოკლედ მაგ ვლოგის გადასაღებად ძალიან ბევრი წვალება მიწევს. ხო და იქნება დამიფასოთ და რაც შეეხება ამ საინფორმაციო ვიდეოს, შემდეგ ვიდეო იქნება უკეთესი ხარისხის და უკეთესი მიკროფონით. უბრალოდ ახლა ეგ ამბავი არ გამოვა, მაგრამ როცა გამოვა, უკვე მიკროფონის ამბავსაც მოვაგვარებთ. მგონი ყველაფერი გასაგებად ავხსენი. ხო, ახლა ცოტა ხანი გავიდეთ მუსიკალურ პაუზაზე
ჩვენთან თბილა გვაქვს მოწესრიგებული ბინა დღე AK47 ხამე ჯეიდილა ტყუილა ნუ გაჩერდები თორემ ბეტონის ბილა აღმოჩნდება შენს გულზე შენ რომ ფიქრობ გამეცინა ჩვენთან თბილა გვაქვს მოწესრიგებული ბინა დღე AK47 ხამე ჯეიდილა ტყუილა ნუ გაჩერდები თორემ გრანიტის ფილა აღმოჩნდება შენს გულზე შენ რომ ფიქრობ გამეცინა ხო და კიდევ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდით და თუ რაიმე კითხვები გექნებათ ამ კვირაში შეიძლება გავაკეთოთ ლაივი და უკვე იმ ლაივზე შეგეძლებათ რომ ისაუბროთ ანუ დამისვათ კითხვები და იქ უფრო ვრცლად გაგცემთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს რაც დაგაინტერესებთ ლაივი იქნება აუცილებლად არ ვიცი ზუსტად როდის იქნება მაგრამ სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება ერთი ლაივი და იმ ლაივზე ან კვირის შემაჯამებელ ლაივზე შეგეძლებათ რომ კითხვები დამისვათ რაც დაგაინტერესებთ მე უკვე იქ მკითხეთ ხო პლუს მოგვემატა საკმაოდ ბევრი გამომწერი როგორც მახსოვს და უფრო მეტის ისიც გვაქვს რა ამბიცია რომ მე არ მეწყინება თუ არხს გამოიწერთ ხო კიდევ რა გაინტერესებდათ მოიცა დავფიქრდე ვარიცოდი სიღვარული რათ მბირდებოდი ღამობით ჩემს საფრისინე რათ დადიოდი დადი გენაცვალე შენ გზასეწიე თუ როდეს მე მოგენადრო სტუმრად მეწვიე всё გამახსენდა მოკლედ შემდეგი კითხვა იყო რამდენი ხანი რატოა პაუზა არხზე რა უკვე ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს პაუზა და ეგ ზუსტად მოგეთ ეგ ბევრ რაღაცას უკავშირდება ხა ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი მაგრამ ერთ-ერთი ეს რა თქმა უნდა აფხაზეთის საკითხიც არის საქმე იმაშია რომ ყველაფრის გარკვევა და ზუსტება მიწევს წინასწარ იმიტომ რომ იქ რო ჩავალ და რაღაცა გაუთვალისწინებელი არ მოხდეს რა და დამატებით ნუ პაუზა იმანაც გამოიწვია რომ ბოლოს რო შევხედე ვიდეოებს აღარ ქონდა იმდენი ნახვები და მეც ბუნებრივია რომ რაღაც ეტაპზე мотиваცია დაუკარგე რა ანუ ამდენი ხანი არხს ვამუშავებდი რეალურად мотиваციით და დისციპლინით და ყველაფრით რა და ეს დისციპლინაც რაღაც ეტაპზე უკვე გაქრა мотивაციაც როცა უკვე ვეღარ ვხედავდი ნახვებს და ლაიქებს პლუს ლაივებსაც იმდენი ხალხი აღარ უყურებდა როგორც ადრე კი მესმის რომ ზაფხულია და რაღაცა მაგრამ ანუ არანაირი ის არ ქონდა რა და ნუ საბოლოო ჯამში რო ეგრეა და მე თან ვიფიქრე მეთქი მონტაჟის ბრალი ხო არა გადაღების რაღაცა მაგრამ ანუ ადრეც ასე ვაკეთებდი ყველაფერს ანუ მე რეალურად არაფერი არ შემიცვლია გამოდის მაყურებელი შეიცვალა და ხა მე მაყურებელს ვერ გამოვასწორებ რა ეგ უკვე ჩემი კომპეტენცია აღარაა აქედან გამომდინარე გავაკეთე პაუზა რომ მეთქი ყველაფერზე იმას ვზემდეთ მშვენივრად დავისვენე რა ახლა ჩავწერე საინფორმაციო სახის ვიდეო შემდეგ შეიძლება კიდე რაღაცა ვიდეო ისქრო მაგრამ ახლა უკვე ჩემს გასწორებას გავაკეთებ ამდენი ხანი თითქოს ყველა კვირა ან ლაივი მქონდა ან ვიდეო თუ ვიდეოს ვერ ვდებდი რაღაც ტექნიკური პრობლემა თუ იყო და ვიდეოს ვერ ვდებდი ლაივში გავდიოდი ხოლმე რა იმენა ის მქონდა უკვე და ახლა უკვე გადავწყვიტე როცა მომინდება მაშინ დავდო უკვე ისე რომ ყველა კვირას ერთ ვიდეო მაინც დავდო აღარ მაქვს ეგ ამბავი სრულად ჩავხსენე ახლა მხოლოდ მაშინ დავდებ ვიდეოებს როცა ეს თავად მომინდება ახლა უკვე აღარ ელოდოთ რაღაცა იმეებს ხო გამიგეთ საქართველოს სიყვარულის გარომწმულია ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია ჩემი სალამურია სალამურია წისა სიყვარულის სერდისა ვერც ბოლო ჩემთვის საკალა Kallamze kalla Şeni sahtetan sıvırgana
ჩემი სახლგარი მოვიბინე მთადამდებოა ჩემი სამშობლო თვალხატულა საქართველოა ჩემი საქართველოა მივალ მიყვები თეთრგზები თრეჩე პარასა ევა კამხელში ვარ დავგერი იაბთანასა 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 ხო ასევე სხვა კითხვებიც იყო, მაგალითად ლაივების საკითხზე იყო რაღაც კითხვები რა. ანუ დასაკრავ სიაში ყველა ლაივი არ გაქვსო მითითებულიო რა და მაგ ხალხს ბარემ გავცემასეთ პასუხს რომ თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ YouTube-ს თვითონ აქვს ცალკე გამოყოფილი ლაივები. არხზე რო შეხვალ პროფილზე, აქეთ არის მოკლე ვიდეოები, მთავარი მერეა ვიდეოები, მერე მოკლე ვიდეოები, მერეა ლაივები და მერეა დასაკრავის სია და შედი პირდაპირ ამ ლაივებში რა საჭიროა რომ დასაკრავსეშ გადახვიდე და მე დასაკრავში და ნახო რა ლაივებმა გაშვებული. ანუ ხო აქ YouTube ცალკე გამოყოფილი, მე რატო უნდა მაწვალო ცალკე ის ქნა კიდე, ა? შედი იმაში პირდაპირ რაც YouTube-მა გააკეთა. ანუ იმენა ტვინის განძრევა ეზარება და მე აქეთ მოდია რაღაც კითხვები ძმაო, ცოტა იაზროვნე და მე მოდი თუ ვერ გაიგებ, მითხარი აგიხსნა. ამ საინფორმაციო ვიდეოს მომენტ მაგიტო ვწერ რომ ეგეთი რაღაცები ავხსნა რა. იმენა ტვინი იბულღება ეგეთ რაღაცებით. ხო და თუ მოგწონთ საინფორმაციო სახის ვიდეოები და გინდათ რომ ბევრი დავდო და რაღაცები, მაშინ ამ საინფორმაციო სახის ვიდეოს კომენტარებში უნდა დაწეროთ რა კითხვებიც გაქვთ რა, ნებისმიერ კითხვას დაწერეთ და მე შემდეგ საინფორმაციო ვიდეოში ვუპასუხებ მაგ კითხვებს. და რა ფორმით ვუპასუხებ და კონკრეტულად როგორი საინფორმაციო ვიდეო იქნება, ეგ უკვე მოსაფიქრებელია რა. ყოველთვის ასე არ ვაპირებ, უბრალოდ ახლა ბარემ ეს ვიდეოები მქონდა ჩაწერილი. ერთიან ვიდეოს გაკეთება მინდოდა, მაგრამ ერთიან ვიდეო არ გამოვიდა, ასე რომ მეთქი საინფორმაციო ვიდეოს ჩავწერ. და ყველაფერი ასე მოხდა რა. როგორც ხედავთ. მოგეთ დაწერეთ კითხვები ამ ვიდეოს კომენტარებში. როდესაც ამ ნაპირებზე მოვედი, გასურა ცხოვრება ვარჩიე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ვერ დავიბადე. და როგორი ღმერთია ეს საკუთარი თავის გარდა არავინ არ გაინტერესებს რჩხულის მიღმა რომელიც უმიზეს უთქლავს გამშვიდობებით ჩემო გამომწერება დავუბრუნდები ახალი ვიდეოთი მისმენე ცუდი რამეები ყოველთვის ხდება ხოლმე და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებთ ასე არ არის